12-დღიანი უკანონო პატიმრობა მარიამ ლაშხის მოთხოვნით რეჟიმმა თათია აფრიამაშვილი და ლიკა ლორთქიფანიძე ციხეში გაუშვა. სასამართლომ ასე დასაჯა სტუდენტები, რომლებმაც ივანიშვილის დეპუტატს დისკომფორტი შეუქმნეს. მარიამ ლაშხმა აქტივისტებს რეჟიმის საწინააღმდეგო შეძახილების გამო უჩივლა. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, არა რუსეთის მონებს. ასე მიმართეს ოლიგარქის დეპუტატს ახალგაზრდა ქალებმა 17 მაისს. ამავე საქმეზე რეჟიმმა მაგდა მამუკაშვილს 4000 ლარის გადახდა დააკისრა. თუმცა ბახუტაშვილი დეტალებით აგრძელებს ფორმულას ეთერში საუბარს. მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 12-დღიან პატიმრობაში გაუშვა აქტივისტი თათია აფრიამაშვილი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მარიამ ლაშხისთვის ეგრეთ წოდებული დეპუტატისათვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა. საქმე ეხება კაფე მუზეუმში განვითარებულ მოვლენებს, სადაც აქტივისტები თათია აფრიამაშვილი, ასევე ლიკა ლორთქიფანიძე და მაგდა მამუკაშვილი მარიამ ლაშხთან მივიდნენ და სკანდირებდნენ ფრაზას „ძირს რუსეთის დამპალი იმპერია“. სწორედ ეს ფრაზა გახდა მოსამართლე მანუჩარ ცაცუასთვის გადაწყვეტილების მიღების საბაბი. მან თქვა, რომ თათია აფრიამაშვილმა და სხვა აქტივისტებმა, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდნენ, დაარღვიეს გამოხატვის თავისუფლება და შეიძლება ითქვას, რომ გამოხატვის ფორმები დაუწუნა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ აქტივისტებს. ასევე 12-დღიან პატიმრობაში გაუშვეს ლიკა ლორთქიფანიძე, ხოლო მაგდა მამუკაშვილს 4000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ აქტივისტები ეგრეთ წოდებულ დეპუტატ მარიამ ლაშხთან მივიდნენ და საკუთარი პოზიცია გამოხატეს იმ უსამართლობასთან დაკავშირებით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. თათია აფრიამაშვილი ცნობილი იქნეს ადმინისტრაციულ სამართალდამოუკიდებლად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამოუკიდებლობის კოდექსის 173 რეგლამენტის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული საფრთხის სახე და ზონა განსაკუთრებით ადმინისტრაციული პატიმრობა პროცედურის ხდება გამოხატვის თავისუფლების ხარჯებით. მოცემულ შემთხვევაში სამართალდამოუკიდებლობის ფაქტის არსებობის დადგენისთვის ერთ-ერთი გამსახურებული ფაქტორი იყო თათია აფრიამაშვილის გამოხატვის ფორმა და ადგილი. ჩვენ ვიდეო ჩანაწერით ვნახეთ, რომ სხვა პირებთან ერთად თათია აფრიამაშვილი აგრესიული ფორმით და წვრილით მიმართავდა ქალბატონ მარიამ ლაშხს კაფეში, სადაც მარიამ ლაშხი იმყოფებოდა ოჯახურ გარემოში, ოჯახის წევრებთან ერთად, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნები მცირეწლოვნები. ადვოკატის შეფასებით გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და უკანონო. მხარეებმა მტკიცებულებები წარმოადგინეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებულება იყო მხოლოდ ვიდეო, რაც მანამდე სოციალურ ქსელშიც გავრცელდა, ხოლო დაცვის მხარე პოზიციონირებდა, რომ ეს იყო აქტივისტების მხრიდან საკუთარი გამოხატვის თავისუფლება და ის არ ცდებოდა. გამოხატვის თავისუფლების ნორმებს შესაბამისად ადვოკატისათვის ეს სასჯელი იყო უკანონო და დაუსაბუთებელი. ისინი ამბობენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ და გაასაჩივრებენ ასევე ამ გადაწყვეტილებას. კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა ცაცუამ 12 დღით პატიმრობაში გაუშვა თათია. ეს არის სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება, ვინაიდან მოწოდებისთვის სადაც არ უნდა ვიყოთ მოწოდებისთვის ძირს რუსეთის დამპალი იმპერია, ძირს რუსეთის მონები და თეთრი ოლიგარქიას და თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ამ მოწოდებისთვის 12-დღიანი პატიმრობა არის სირცხვილი საქართველოსი და საქალაქო სასამართლოსი მოსამართლე ცაცუას. უკვე იმდენად ბუტაფორიული გახადეს გამოხატვის თავისუფლება, რომ მხოლოდ საქებარი სიტყვების თქმა შეგიძლია. ადმინისტრაციულ სამართალდამოუკიდებლად მიგიჩნევთო, რომ ითხრეს, მან უკვე დასრულებული იყო ყველაფერი. ანუ წარმოუდგენელია ამ სიტყვების გამო საქართველოში რო გაჯარიმებენ. ჩემთვის ეს პატივია, მინდა ვთქვა, ზუსტადაც რეჟიმი როა, ზუსტადაც ესენი რო რუსული რეჟიმის მსახურები არიან, იმას უკავშირებ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ დაშინება უნდათ, მაგრამ არ ვაპირებთ რომ დავშინდეთ. თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა და მაგდა მამუკაშვილს 4000 ლარიანი ჯარიმა. ეს არის ის სანქციები, სასჯელის ზომები, რომელიც დღეს სასამართლომ აქტივისტი გოგონების წინააღმდეგ მიიღო და გამოიყენა. ეს კი მარიამ ლაშხის მოთხოვნით მოხდა. სწორედ ეგრეთ წოდებული დეპუტატი იყო პირი, რომელმაც სასამართლოში აქტივისტებს უჩივლა. გარდა ამ პროცესებისა დღეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფისთვის გაიმართა პროცესი საბას ხვიტარიძის ძმის თორნიკე ხვიტარიძის და ანი ქავთარაძის, რომელიც არის კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი წევრი. ანი ქავთარაძე 4000 ლარით დააჯარიმეს, ხოლო თორნიკე ხვიტარიძეს მოსამართლემ 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.